რელიგიას საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვიცით, რომ ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და ბევრ ქვეყანაში დღემდე დიდ გავლენას ინარჩუნებს. მისი როლი სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში განსხვავდებოდა, თუმცა ძირითადად რამდენიმე მიმართულება ვლინდება. საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგია ხშირად აყალიბებს მორალურ ნორმებსა და ღირებულებებს, რა არის კარგი, ცუდი, სამართლიანი და უსამართლო, ტრადიციებსა და კულტურას. დღესასწაულები, ქორწინება, დაკრძალვა, ოჯახური წესები, საზოგადოებრივ ერთობას. საერთო რწმენა ადამიანებს აერთიანებს და საერთო იდენტობას ქმნის. ბევრი საქმემოქმედო, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული საქმიანობაც რელიგიურ ინსტიტუტებთან იყო და არის დაკავშირებული. ხოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიულად რელიგია ხშირად გამოიყენებოდა ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის. მეფეები და მმართველები საკუთარ ძალაუფლებას ღვთისნებად აცხადებდნენ. საზოგადოების სამართავად რელიგიური წესები ზოგჯერ სახელმწიფო კანონებად იქცეოდა. ომებისა და მშვიდობის გასამართლებლად რელიგიური იდეები ხშირად პოლიტიკურ მიზნებს ერწყმოდა. მოკლედ, კოდის ამ ეპიზოდში ვსაუბრობ ფართო ჭრილში, ვინ, რატომ და რისთვის შექმნა რელიგიები. ეს არის სახელმწიფოს დამატებული პოლიტიკურ საზოგადოებრივი ინსტიტუციები ხალხის სამართავად, თუ რეალურად ღვთის შემოქმედის მიმართ წმენის მთავარი გამავრცელებელი სწავლება. ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას ღრმა ეპიზოდი გველის წინ. ცოტ საფრთხილოც. ამ ვიდეოში ფაქტობრივად ყველა წამყვან რელიგიაზე ვისაუბრებ. მხოლოდ 3-ზე, პირველ ნაწილში. ჩემი მიზანი არ არის რაიმეს პროპაგანდა ან მიზანმიმართული გაკრიტიკება. ანალიტიკურად ვსაუბრობ მხოლოდ ისტორიული და ლოგიკური ფაქტებით. ამ მსჯელობამ ჩვენ ნათელი სურათი უნდა დაგვანახოს რელიგიის არსზე, საჭიროებასა და მის როლზე დღევანდელობაში. მივიღებ ნებისმიერ არგუმენტირებულ კრიტიკასა თუ შენიშვნას, რომელიც არა ბრმადმორწმუნეობის მადლით იქნება სავსე, არამედ პრაგმატული მსჯელობით გაჯერებული. მაშასე ჯერ განვაგრძობ ზოგადი თხრობით. რელიგია შეიძლება მოქმედებდეს როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმი, ადამიანების ქცევის რეგულირება მორალური და სულიერი წესებით, ერთიანობის ინსტრუმენტი, საერთო რწმენა ამცირებს დაპირისპირებას ჯგუფის შიგნით, გავლენის წყარო. რელიგიურ ლიდერებს ხშირად დიდი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში. ამასთან ისტორიკოსები და სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რელიგია მხოლოდ მართვის ინსტრუმენტი არ არის. მრავალი ადამიანისათვის ის პირადი რწმენის, სულიერი გამოცდილებისა და ცხოვრების აზრის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგ სახელმწიფოში რელიგია პირდაპირ არის ჩართული მმართველობაში. მაგალითად, ირანი, სადაც სახელმწიფო სისტემა მნიშვნელოვნად ეფუძნება ისლამურ რელიგიურ კანონებს. ვატიკანი, რომელიც თავად არის რელიგიური სახელმწიფო, მართალია მცირე, მაგრამ გავლენიანი. სხვა ქვეყნებში კი სახელმწიფო და რელიგია ოფიციალურად გამიჯნულია. მაგალითად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და სხვა წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ყველა რელიგიური მიმდინარეობის უფლებები დაცულია, მაგრამ პოლიტიკური შეზრდილობიდან თავისუფალია. სეკულარული სახელმწიფო არის სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება და რელიგიური ინსტიტუტები ერთმანეთისგან გამიჯნულია. ასეთ სისტემაში სახელმწიფო ოფიციალურად არ ემყარება რომელიმე კონკრეტულ რელიგიას და კანონი რელიგიური დოგმების ნაცვლად სამოქალაქო პრინციპებით მოქმედებს. სეკულარული სახელმწიფოს ძირითადი ნიშნებია: რელიგიის თავისუფლება. ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი რწმენა, ან საერთოდ არ იყოს მორწმუნე. სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი. ხელისუფლება არ ანიჭებს უპირატესობას ერთ კონკრეტულ რელიგიას. კანონის უზენაესობა. კანონები მიიღება სამოქალაქო და კონსტიტუციური წესით და არა რელიგიური ტექსტების საფუძველზე. რელიგიური და სახელმწიფო ინსტიტუტების გამიჯვნა. ეკლესია, მეჩეთი ან სხვა რელიგიური ორგანიზაცია პირდაპირ არ მართავს სახელმწიფოს. მაგალითისათვის რომ ავიღოთ საფრანგეთი. სეკულარიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელია. ანუ ამ ქვეყანაში უმკაცრესადაა გამიჯნული რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუციები. არც სახელმწიფო ერევა რელიგიური ორგანიზაციების მართვასა და საქმიანობაში და პირიქით, არც რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში. თურქეთი მე-20 საუკუნეში ოფიციალურად სეკულარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. გამოვიდა მკაცრი ისლამური გავლენებიდან და სახელმწიფო სამოქალაქო კანონის პრინციპებზე აშენდა. რაც შეეხება ჩვენს საქართველოს. ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციურად სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ ისტორიულ როლს ფლობს, ხშირად დიდ გავლენებსაც, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ პროცესებში. სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს რელიგიის წინააღმდეგ სახელმწიფოს. იდეა უფრო ისაა, რომ სახელმწიფომ არ უნდა აიძულოს მოქალაქეებს კონკრეტული რწმენა და არც რელიგიურმა ძალამ უნდა აკონტროლოს სახელმწიფო მმართველობა. ისტორიულად სეკულარიზმი განსაკუთრებით გაძლიერდა საფრანგეთის რევოლუციის და ევროპული განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ, როდესაც გაჩნდა იდეა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკლესიისგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. ისტორიულად იმპერიები რელიგიას ხშირად იყენებდნენ ძალაუფლების გასამყარებლად და საზოგადოების სამართავად. ამავე დროს რელიგია მხოლოდ კონტროლის ინსტრუმენტი არ ყოფილა. ის ბევრ ადამიანს აძლევდა იმედს, განათლებას, კულტურას და ცხოვრების აზრსაც. ამიტომ ისტორიკოსები რელიგიის როლს უფრო კომპლექსურად განიხილავენ, ვიდრე მხოლოდ ხალხის მართვის საშუალებად. ამ საკითხის ისტორიული მიმოხილვისათვის რამდენიმე ეპიზოდი იქნება საჭირო. ვინც მსოფლიო ისტორიას ზედაპირულად მაინც იცის და მეთანხმება, რომ ყველა პროცესში თითქმის ჩანს რელიგიური გავლენები. იქნება ეს ომები თუ სხვა პროცესები, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში. მაინც რატომ ცდილობდნენ ისტორიულად და ცდილობენ დღესაც ხელისუფლებები რელიგიის კონტროლს? ხელისუფლებები ისტორიის განმავლობაში ცდილობდნენ რელიგიის კონტროლს, რადგან რელიგიას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ადამიანების აზროვნებაზე, მორალსა და საზოგადოებრივ ერთობაზე. ვინც აკონტროლებდა რელიგიურ ინსტიტუტებს, ხშირად უფრო მარტივად ინარჩუნებდა პოლიტიკურ ძალაუფლებასაც. პრინციპში ეს დღესაც ასეა, თუნდაც ჩვენს რეალობაში. ისტორიაში ურთიერთობა სახელმწიფოსა და რელიგიას შორის მუდმივად იცვლებოდა. ზოგ ეპოქაში ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, ზოგში კი ერთმანეთს ებრძოდნენ კიდეც. რელიგიის წარმოშობა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საკითხია, რომელიც ერთდროულად აინტერესებთ ისტორიკოსებს, ფსიქოლოგებს, ანთროპოლოგებსა და სოციოლოგებს. მეცნიერული თვალსაზრისით, რელიგია არა ერთი კონკრეტული ადამიანის გამოგონება, არამედ კაცობრიობის ევოლუციის თანმიმდევრი პროცესია. მაგალითისათვის, რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ. პირველი არის სამყაროს ახსნის მცდელობა, მეორე სიკვდილის ეგზისტენციალური შიში და მესამე სოციალური კონტროლი და წესრიგი. სამყაროს ახსნის მცდელობა. უძველეს ადამიანებს არ ჰქონდათ სამეცნიერო ცოდნა ბუნებრივი მოვლენების ასახსნელად. რატომ ჭექდა, რატომ ამოდიოდა მზე, რატომ ხდებოდა მიწისძვრები? რელიგია იყო პირველი მეცნიერება, რომელმაც ამ კითხვებს პასუხი გასცა. ბუნებრივი მოვლენები ზებუნებრივ ძალებსა და ღმერთებს მიაწერა. სიკვდილის ეგზისტენციალური შიში. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც იცის საკუთარი მოკვდავობის შესახებ. რელიგიამ შექმნა მექანიზმი, რომელიც ამსუბუქებს სიკვდილის შიშს. ის გვთავაზობს სიცოცხლის გაგრძელების იმედს, მიღმიერ ცათასასუფეველს, ან ჯოჯოხეთს, ან სამოთხეს, რეინკარნაციას და ასე შემდეგ. გააჩნია რელიგიას. ანუ გვაძლევს აზრს, რომ ჩვენი არსებობა შემთხვევითობა კი არა, რაღაც დიდი გეგმის ნაწილია. სოციალური კონტროლი და წესრიგი. რელიგია ასრულებს სოციალური წებოს როლს, როდესაც ადამიანთა ჯგუფები გაიზარდა, საჭირო გახდა წესები, რომლებიც ყველას დაიმორჩილებდა. ეთიკური კოდექსი არ მოკლა, არ მოიპარო. ეს წესები რელიგიამ ღვთიურ კანონებად აქცია. სოციალური იერარქია. რელიგია ხშირად ამართლებდა მმართველების ძალაუფლებას, მაგალითად, მეფე ღვთის ნებით. ვინ შექმნა რელიგია? არ არსებობს ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელმაც რელიგია გამოიგონა. ეს იყო კოლექტიური პროცესი, შამანები და ქურუმები, წინასწარმეტყველები და რეფორმატორები და საზოგადოება. შამანები და ქურუმები. ადრეულ ტომებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სულებთან ურთიერთობა შეეძლოთ. მათ ჩამოაყალიბეს პირველი რიტუალები. წინასწარმეტყველები და რეფორმატორები. მოგვიანებით გამოჩნდნენ ისტორიული ფიგურების სახით, მაგალითად, იესო, ზოროასტრი, მოსე, ბუდა, მუჰამედი, რომლებმაც არსებული რწმენები სისტემურ რელიგიებად გარდაქმნეს. საზოგადოება. რელიგია თავად ხალხის კულტურის ნაწილია. ის ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა, იხვეწებოდა და იწერებოდა საუკუნეების განმავლობაში. რელიგია შეიქმნა როგორც პასუხი კითხვებზე, რომლებზეც პასუხი არ არსებობდა და როგორც საშუალება, რომ ადამიანებს ერთად გარკვეული წესებით ეცხოვრათ. ის არის ადამიანის გონების მცდელობა, იპოვოს წესრიგი და აზრი ქაოტურ სამყაროში. პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცხარე დისკუსიის საგანია კითხვა,
რელიგია მორალური მართვის მექანიზმი უფროა თუ პოლიტიკურის? საქმე ისაა, რომ რელიგია ორივე ფუნქციას ასრულებს და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა ისტორიულად თითქმის შეუძლებელია. ის გავს ორლესულ მახვილს. ერთი მხარე ადამიანის შინაგან სამყაროს მართავს, მეორე კი საზოგადოებრივ სტრუქტურას. მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ ორივე მხარე. რელიგია როგორც მორალური მართვის მექანიზმი. ამ ჭრილში რელიგია ინდივიდის შინაგანი კომპასია. სანამ სახელმწიფო კანონები და პოლიცია შეიქმნებოდა, რელიგია იყო ის ძალა, რომელიც ადამიანს ეუბნებოდა, რა იყო კარგი და რა ცუდი. თვითრეგულაციის შთაგონებით, ადამიანი არ სჩადის დანაშაულს, არა იმიტომ, რომ ციხის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ სწამს უმაღლესი სამართლიანობის, ცოდვის, კარმის. ემპათიის კოდექსით კი რელიგიებმა დაამკვიდრეს ისეთი მორალური ნორმები, როგორიცაა მოწყალება, თავმდაბლობა და სხვებზე ზრუნვა. ასევე გაჩნდა სოციალური ნდობა. საერთო რელიგიური მორალის საშუალებას აძლევდა უცნობ ადამიანებს, ნდობა გაშენოდათ ერთმანეთის მიმართ, რადგან მათ საერთო ფასეულობები აერთიანებდათ. რელიგია როგორც პოლიტიკური მართვის მექანიზმი. პოლიტიკური თვალსაზრისით რელიგია არის მასების მობილიზაციისა და ლეგიტიმაციის უძლიერესი ინსტრუმენტი. ლეგიტიმაცია ისტორიის მანძილზე მმართველები, ფარაონებიდან დაწყებული მონარქებით დამთავრებული, იყენებდნენ რელიგიას საკუთარი ძალაუფლების გასამართლებლად და გასამყარებლად. მეფე ღვთისნებით ნიშნავდა, რომ მეფის წინააღმდეგ წასვლა თავად ღმერთის წინააღმდეგ წასვლას უდრიდა. ერთიანობა და იდენტობა. რელიგია ეხმარება სახელმწიფოს შექმნას ერთიანი ჩვენ და განასხვავოს იგი სხვებისგან. ეს ხშირად ხდება ომებისა და ექსპანსიის მიზეზი. ასეთი მიდგომისას ხშირად იკარგება ინდივიდის მცნება. არადა ღვთიური სწავლებებით ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია და თანაბარ უფლებიანი ღმერთისთვის. თუმცა მეუფენი ამა ქვეყნისანი ამას სათავისოდ იყენებდნენ და იყენებენ. ხშირად გაუნათლებელ საზოგადოებაში თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბოროტად იყენებდნენ ამ საკითხს. ასეთივე მიდგომით იყენებენ დღესაც სამწუხაროდ და ამართლებს კიდეც სათავისოდ ასეთი მიდგომა. კანონმდებლობის მხრივ ბევრი თანამედროვე სამართლებრივი სისტემა სწორედ რელიგიურ კანონებზეა დაშენებული. მაგალითად შარიათი ან კანონიკური სამართალი. ევროკავშირსაც აქვს ქრისტიანული წესჩვეულებები თავის კანონმდებლობაში ასახული. თუ ასეთ კითხვას დავსვამთ, ამ ორი ახსნიდან რომელი უფრო მეტია? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მასშტაბით ვუყურებთ საკითხს. თუ ინდივიდუალურ დონეზე, მაშინ რელიგია უფრო მორალური მართვის მექანიზმია. ის ეხმარება ადამიანს ცხოვრებისეული სირთულეების დაძლებაში და ეთიკური არჩევანის გაკეთებაში. ხოლო თუ სახელმწიფოებრივ დონეზე, რელიგია თითქმის ყოველთვის პოლიტიკური იარაღია. ის გამოიყენება ხალხის სამართავად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის და ხშირად სტატუს კვოს შესანარჩუნებლად. საინტერესო პარადოქსი. ხშირად ის, რაც მორალურად ითვლება, მაგალითად გიყვარდეს მოყვასი შენი. პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება შეიცვალოს ამ მიდგომით, მაგალითად წმინდა ომი რელიგიის დასაცავად. ამ დროს პოლიტიკური ინტერესი მორალურ პრინციპს იმორჩილებს. მაინტერესებს თქვენი აზრი, დღევანდელ სამყაროში რელიგია უფრო მეტად აერთიანებს ადამიანებს მორალის გარშემო, თუ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკური დაპირისპირებისთვის? დაწერეთ კომენტარებში. გადავდივარ შემდეგ საკითხზე. ვინ და რატომ შექმნა რელიგიები? ვისაუბრებ ძირითად რელიგიურ კონფესიებზე. დავიწყებ ქრისტიანულით. ქრისტიანობის წარმოშობა უნიკალური ისტორიული პროცესია, რომელიც ერთის მხრივ ეფუძნება კონკრეტული პიროვნების ცხოვრებას, მეორე მხრივ კი იმდროინდელ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს. ვინ შექმნა ქრისტიანობა? ამ კითხვას ორი პასუხი აქვს: რელიგიური და ისტორიულ-პოლიტიკური. ქრისტიანული სწავლებით იესო ქრისტემ რელიგიის დამფუძნებელი თავად იყო, რომელმაც იქადაგა ახალი აღთქმა, სიყვარულისა და მიტევების პრინციპები. თუმცა, იესოს თავისი სიცოცხლის განმავლობაში არ შეუქმნია ინსტიტუციური რელიგია. ის მოღვაწეობდა როგორც ებრაელი რეფორმატორი. მოციქული პავლე, ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა როგორც მსოფლიო რელიგია პავლე მოციქულმა შექმნა. სწორედ მან გაიტანა ეს სწავლება ებრაული გარემოდან და გახადა ხელმისაწვდომი წარმართებისთვის, ბერძნებისთვის, რომაელებისთვის. პავლემ ჩამოაყალიბა პირველი თეოლოგიური დოგმატები და საეკლესიო სტრუქტურები. იმპერატორი კონსტანტინე მეოთხე საუკუნეში მან ქრისტიანობა ლეგალური გახადა მილანის ედიქტით, რამაც რელიგიას საშუალება მისცა ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფოებრივ ინსტიტუტად, თავისი იერარქიითა და კანონებით. რატომ შეიქმნა ქრისტიანობა? არსებობდა რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი, რამაც ამ რელიგიის სწრაფი გავრცელება განაპირობა. ებრაული მესიანური მოლოდინი, სოციალური თანასწორობა, კრიზისი ძველ რელიგიებში და
პოლიტიკური კონტექსტი. ებრაული მესიანური მოლოდინი. იმ პერიოდში ისრაელი რომის იმპერიის მიერ იყო ოკუპირებული. ებრაელი ხალხი ელოდა მესიას, მხსნელს, რომელიც მათ გაათავისუფლებდა. ქრისტიანობამ შესთავაზა მხსნელი, ოღონდ არა პოლიტიკური, არამედ სულიერი გაგებით. სოციალური თანასწორობა. რომის იმპერიამ კაცრად იერარქიული იყო, მონები, დაბალი ფენა, არისტოკრატია. ქრისტიანობამ კი თქვა, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია. ამან რელიგია უკიდურესად პოპულარული გახადა ღარიბებში, მონებსა და ქალებში, რომლებსაც სხვაგან უფლებები არ გააჩნდათ. კრიზისი ძველ რელიგიებში. ბერძნულ რომაული მითოლოგია იმ დროისათვის დაიღალა. ოლიმპიური ღმერთები ადამიანებს აღარ აძლევდნენ მორალურ საყრდენს ან პირადულ კავშირს ღვთაებასთან. ქრისტიანობამ შესთავაზა პირადი ღმერთი, რომელიც ადამიანისათვის იტანჯა და რომელსაც თითოეული მორწმუნის ბედი ადარდებდა. პოლიტიკური კონტექსტი, Pax Romana. ამ რელიგიურ მიმდინარეობას მრავალი განშტოება აქვს. არსებობს მართლმადიდებლური, კათოლიკური, პროტესტანტული და სხვა კონფესიები. მთავარი წმინდა წიგნი ბიბლიაა, რომელიც ამ სხვადასხვა განშტოებას განსხვავებული აქვს. ქრისტიანობის გავრცელებას ხელი შეუწყო რომაულმა მშვიდობამ და ინფრასტრუქტურამ. იმპერიაში არსებული გზების ქსელი და ერთიანი ენა, ბერძნული და ლათინური, ქრისტიან მისიონერებს საშუალებას ანძლებდა იდეები სწრაფად გაევრცელებინათ იერუსალიმიდან რომამდე. მოკლე შეჯამებისათვის, ქრისტიანობა შეიქმნა როგორც პასუხი სულიერ და სოციალურ ვაკუუმზე. მან გააერთიანა ებრაული მონოთეიზმი, ბერძნული ფილოსოფია და რომაული ორგანიზებულობა, რითაც შექმნა სისტემა, რომელმაც მომდევნო 2000 წლის განმავლობაში დასავლური ცივილიზაცია ჩამოაყალიბა. ქრისტიანობის მთავარი მიზანი დღესაც იმავე საფუძველზე დგას, რაზეც ისტორიულად იდგა: ადამიანის სულიერი გარდაქმნა, ღმერთთან კავშირის აღდგენა და საზოგადოებაში ეთიკური ცხოვრების დამკვიდრება. თუმცა თანამედროვე სამყაროში მისი როლი უფრო მრავალშრიანი გახდა. გადავიდეთ მსოფლიოს კიდევ ერთ მსხვილ რელიგიურ მიმდინარეობაზე. ისლამი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აბრაამული რელიგიაა, რომელიც დაფუძნებულია ერთღმერთიანობაზე, მონოთეიზმზე. მისი მიმდევრები, მუსლიმები, თვლიან, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ალლაჰი, ხოლო მუჰამედი მისი უკანასკნელი შუამავალი და წინასწარმეტყველია. ყურანი მუსლიმთა წმინდა წიგნია, რომელიც მათი რწმენით ღმერთმა მუჰამედს მთავარანგელოს ჯიბრაილის, იგივე გაბრიელის მეშვეობით გადასცა. ასევე კიდევ ერთი წყაროა, სუნა, წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრებისეული წესი და გამონათქვამები, ჰადისები, რაც მორწმუნეებისთვის ქცევის მაგალითია. ისლამში ორი ძირითადი შტო არსებობს: სუნიტები. მუსლიმთა უმრავლესობა შეადგენენ დაახლოებით 85-90%-ს, ხოლო შიიტები სიდიდით მეორე ჯგუფია. ისლამი არ არის მხოლოდ რელიგია, ის ბევრი მორწმუნისთვის ცხოვრების წესია, რომელიც მოიცავს ეთიკას, სამართალს, ანუ შარიათს და სოციალურ ურთიერთობებს. მუსლიმური კალენდარი მთვარის ციკლს ეფუძნება, რის გამოც დღესასწაულების, მაგალითად ყურბან ბაირამის თარიღები ყოველწლიურად იცვლება. ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით ისლამის წარმოშობა მე-7 საუკუნის არაბეთის ნახევარკუნძულს უკავშირდება. თუმცა კითხვაზე, ვინ შექმნა, პასუხი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა პერსპექტივიდან ვუყურებთ მას. გამოყოფ სამ ძირითად კუთხეს. პირველი, რელიგიური პერსპექტივა, ღვთიური გამოცხადება. მეორე, ისტორიული პერსპექტივა, წინასწარმეტყველი მუჰამედი და მესამე, რატომ შეიქმნა ისლამი, მიზეზები და კონტექსტი. მოკლედ სამივე საკითხზე. რელიგიური პერსპექტივა, ღვთიური გამოცხადება. მუსლიმური სწავლებით ისლამი ადამიანს არ შეუქმნია. მუსლიმებს სჯერათ, რომ ავტორი არის ღმერთი, ალაჰი. ისლამი განიხილება როგორც თავდაპირველი რელიგია, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას სხვადასხვა დროს წინასწარმეტყველების ადამის, აბრაამის, მოსესა და იესოს მეშვეობით გაუგზავნა. მუჰამედი როგორც ბეჭედი. მუსლიმებისთვის მუჰამედი არ არის რელიგიის დაფუძნებელი იმ გაგებით, რომ მან რაღაც ახალი გამოიგონა. ის იყო უკანასკნელი შუამავალი, რომელმაც აღადგინა და დაასრულა ღვთის ის უცვლელი გზავნილი, რომელიც წინა თაობებმა მათი რწმენით დაამახინჯეს. ისტორიული პერსპექტივა, წინასწარმეტყველი მუჰამედი. ისტორიული მეცნიერება ისლამის დასაწყისად მიიჩნევს 610 წელს, როდესაც მექელმა ვაჭარმა მუჰამედმა პირველი გამოცხადება მიიღო ჰირას გამოქვაბულში. ვინ? მუჰამედ იბნ აბდულა 576-632 წლებში ცხოვრობდა. მან დაიწყო ქადაგება ერთღმერთიანობაზე მექაში, სადაც იმ დროს მრავალღმერთიანობა, კერპთ თაყვანისმცემლობა ბატონობდა. რატომ? ისლამი ჩამოყალიბდა როგორც პასუხი იმ დროინდელი არაბეთის სოციალურ და სულიერ კრიზისზე.
რატომ შეიქმნა ისლამი? მიზეზები და კონტექსტი. ისლამის გავრცელებას რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი ჰქონდა. მონოთეიზმის დამკვიდრება. არაბული ტომები ბევრ ღმერთსა და კერპს სცემდნენ თაყვანს. ისლამმა შემოიტანა მკაცრი ერთღმერთიანობა, რაც რეგიონისათვის რევოლუციური იყო. სოციალური სამართლიანობა. იმ პერიოდის მექაში მდიდარი კლანები ჩაგროვდნენ ღარიბებსა და ობლებს. მუჰამედის გზამნილი მოუწოდებდა ქონების გაზიარებისკენ, მონების ჰუმანური მოპყრობისკენ და სოციალური თანასწორობისკენ. ტომობრივი დაპირისპირების დასრულება. არაბეთი დაყოფილი იყო მეომარ ტომებად. ისლამმა ეს ტომები გააერთიანა ერთი რწმენის გარშემო. უმმა მუსლიმთა ერთობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა მძლავრი სახელმწიფოს, სახალიფოს შექმნას. ეთიკური რეფორმა. ისლამმა დააწესა მკაცრი მორალური ჩარჩოები. აკრძალა ჩვილების, განსაკუთრებით გოგონების მკვლელობის ტრადიცია, რომელიც იმ დროს ზოგიერთ ტომში არსებობდა და შემოიტანა კანონები ოჯახისა და მემკვიდრეობის შესახებ. მოკლედ რომ ვთქვა, მუსლიმებისათვის ისლამი ღვთიური ნებაა, ხოლო ისტორიკოსებისთვის უდიდესი რელიგიურ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომელმაც დაგსაქსული არაბული ტომები ერთიან ცივილიზაციად აქცია. რა არის თავად რელიგიის დანიშნულება ინდივიდუალური მორწმუნისთვის და მეორე, რა როლს ასრულებს ის გლობალურ საზოგადოებაში? ისლამის უპირველესი მიზანი усველი რჩება, ადამიანის სულიერი განწმენდა და ღმერთთან კავშირის დამყარება. დღევანდელ ქაოტურ და მატერიალისტურ სამყაროში. ბევრი მუსლიმისთვის რელიგიის მიზანია შინაგანი სიმშვიდის პოვნა, ლოცვისა და მედიტაციის ზიკრის მეშვეობით. მორალური კომპასის შენარჩუნება, რაც გულისხმობს პატიოსნებას, მოთმინებასა და თავდამსხმელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა ზოგიერთი სახელმწიფო ისლამს არასწორად, ხშირად ტერორისტული მიზნებით იყენებს და გაუნათლებელ საზოგადოებას ფარადაც იყენებს, მათი სიცოცხლის ხარჯზეც. ისლამი და პოლიტიკა ისტორიულად და სტრუქტურულად მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც განასხვავებს მას თანამედროვე დასავლური ქრისტიანული მოდელისგან, სადაც რელიგია და სახელმწიფო მეტწილად გამიჯნულია. ისლამში არსებობს კონცეფცია დინ ვა დაულა, რაც ნიშნავს რელიგიასა და სახელმწიფოს. ბევრი მუსლიმის სწავლულისთვის ისლამი არ არის მხოლოდ რწმენის სისტემა, არამედ ცხოვრების სრული წესი. ქრისტიანობისგან განსხვავებით, რომელიც პირველ საუკუნეებში დევნილი რელიგია იყო, ისლამი მისი დაარსებისთანავე ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული. მუჰამედი იყო არამხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ მედინის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და მოსამართლე. სახალიფო. მუჰამედის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ ხალიფები, რომლებიც ერთდროულად იყვნენ მორწმუნეთა სულიერი და პოლიტიკური ლიდერები. ისლამიზმი პოლიტიკაში ეს არის თანამედროვე იდეოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მოწყობას ისლამური პრინციპების მიხედვით. პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლები, მაგალითად, ძმები მუსლიმები, თვლიან, რომ ისლამს აქვს პასუხები თანამედროვე პოლიტიკურ გამოწვევებზე. მრავალ მუსლიმურ ქვეყანაში მმართველები რელიგიას იყენებენ საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის. მეჩეთი და სახელმწიფო ხშირად ერთად მუშაობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. ისლამი პოლიტიკასთან გაცილებით უფრო მჭიდროდ არის შეზრდილი ვიდრე ქრისტიანობა. ამიტომაც ამ ორ რელიგიურ მიმდინარეობას შორის უამრავი განსხვავებაა. მართალია, სიდიდით ყველაზე დიდ რელიგიებს შორის არ არის, მაგრამ რადგანაც ამ ეპიზოდში მიზნად მაქვს სამი რელიგიური მიმდინარეობის წარმოჩინება, ისევ ებრაული წარმოშობის რელიგიას გაგაცნობთ. უпроსტად ქრისტიანობაც და ისლამიც ებრაელული წარმოშობის რელიგიებია. თუმცა ისრაელელ ხალხთა რელიგიურ მიმდინარეობას იუდაიზმი ჰქვია. ის არც ქრისტიანობის და არც ისლამის იდეოლოგიას არ ეფუძნება, არამედ განყენებულია. ეს არის ერთ-ერთი უძველესი მონოთეისტური ერთღმერთიანობაზე დაფუძნებული რელიგია მსოფლიოში. იუდაიზმის ცენტრალური იდეა არის რწმენა ერთი უხილავი და ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ, რომელმაც ებრაელ ხალხთან აღთქმა დადო. იუდაიზმის სამ წმინდა ტექსტზე დგას: თორა, ხუთწიგნეული, იუდაიზმის უმთავრესი წმინდა ტექსტი, რომელიც მოსეს მიერ ღვთისგან მიღებულ სწავლებებსა და კანონებს მოიცავს. თანახი, ებრაული ბიბლია, რომელიც შედგება თორის, წინასწარმეტყველთა წიგნებისა და სხვა წმინდა წერილებისგან, რაც ქრისტიანულ ტრადიციაში ძველ აღთქმას შეესაბამება. და თალმუდი, რელიგიური კანონების, ტრადიციებისა და თორის განმარტებების ვრცელი კრებული. იუდაიზმი გამორჩეულია იმით, რომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული ეთნიკურ იდენტობასთან. ებრაელობა ერთდროულად ნიშნავს როგორც გარკვეული ერის წევრობას, ისე რელიგიურ კუთვნილებას. იმის მიუხედავად, რომ იუდაიზმი მრავალრიცხოვანი რელიგიების სამეულში არ შედის, რადგან დაახლოებით 15 მილიონი მიმდევარი ჰყავს, მისმა ეთიკურმა და ფილოსოფიურმა პრინციპებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ დასავლურ ცივილიზაციაზე. იუდაიზმის წარმოშობა ისლამის მსგავსად განსხვავებულად აიხსნება რელიგიური და ისტორიული პერსპექტივიდან. ეს არის ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დასავლურ მონოთეიზმს.
იუდაიზმის წარმოშობასა და არსზე მრავალი პერსპექტივა შეიძლება გამოვყოთ. რელიგიური პერსპექტივა აღთქმა ღმერთთან. მეორე, ისტორიული პერსპექტივა, ევოლუციური პროცესი და მესამე მთავარი კითხვა, რატომ შეიქმნა იუდაიზმი? რელიგიური პერსპექტივა, აღთქმა ღმერთთან. იუდაისტური ტრადიციით რელიგია არ შექმნილა ერთი ადამიანის მიერ, ერთ კონკრეტულ მომენტში, არამედ ის ჩამოყალიბდა ღმერთსა და ებრაელ ხალხს შორის დადებული რამდენიმე აღთქმის კავშირის შედეგად. აბრაამი, ანუ პირველი პატრიარქი, ითვლება იუდაიზმის მამამთავრად. დაახლოებით 4000 წლის წინ მან უარყო იმდროინდელი კერპთთაყვანისმცემლობა და იწამა ერთი ღმერთი. ღმერთმა აბრაამს აღუთქვა, რომ მისი შთამომავლობა დიდი ერი გახდებოდა. მოსე არის უმთავრესი წინასწარმეტყველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იუდაიზმის ჩამოყალიბებაში. ამბის თანახმად მან ებრაელი ხალხი ეგვიპტის მონობიდან გამოიყვანა და სინას მთაზე ღვთისგან მიიღო თორა და 10 მცნება. სწორედ აქ ჩამოყალიბდა იუდაიზმი, როგორც სტრუქტურირებული რელიგია, თავისი კანონებითა და რიტუალებით. ისტორიული პერსპექტივა, ევოლუციური პროცესი. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ იუდაიზმი განვითარდა ძველი ქანაანური კულტურების კონტექსტში. პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. გარდამავალი პერიოდი. თავდაპირველად ებრაული ტომები აღიარებდნენ ერთ მთავარ ღმერთს, იაჰვეს, თუმცა არ უარყოფდნენ სხვა ღმერთების არსებობას. დროთა განმავლობაში ეს რწმენა გადაიზარდა მკაცრ მონოთეიზმში, რწმენაში, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს. ბაბილონის ტყვეობა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში. ბევრი ისტორიკოსის აზრით, ეს პერიოდი გადამწყვეტი იყო. სამშობლოდან განდევნილმა ებრაელებმა დაიწყეს თავიანთი ტრადიციების წერილობითი დაფიქსირება, რათა არ დაკარგულიყო მათი იდენტობა. სწორედ მაშინ დაიწყო ბიბლიური ტექსტების სისტემატიზაცია. რატომ შეიქმნა იუდაიზმი? იუდაიზმის წარმოშობისა და არსებობის მთავარი მიზეზებია მორალური და ეთიკური წესრიგი. იმ დროს, როდესაც რელიგიები ძირითადად მსხვერპლ შეწირვაზე იყო ორიენტირებული, იუდაიზმმა შემოიტანა იდეა, რომ ღმერთს ადამიანებისგან სჭირდება არა მხოლოდ რიტუალი, არამედ სამართლიანობა და მორალური ქცევა, ეროვნული ერთობა. იუდაიზმი გახდა ძალა, რომელმაც სხვადასხვა ებრაული ტომი ერთ ერად შეკრა, საერთო კანონებისა და საერთო ისტორიული ბედის ირგვლივ. პასუხი ქაოსზე. იუდაიზმმა ადამიანებს შესთავაზდა სამყაროს ხედვა, სადაც ისტორია არ არის ქაოტური წრე, არამედ აქვს მიზანი და მიმართულება, რომელსაც ერთიანი ღვთიური ნება მართავს. იუდაიზმი შეიქმნა, რათა დაემკვიდრებინა ერთღმერთიანობა და შეექმნა ცხოვრების წესი, რომელიც ეფუძნება კანონს, სამართლიანობას და ერის ერთგულებას საკუთარი სულიერი ფესვებისადმი. იუდაიზმისა და პოლიტიკის კავშირი საკმაოდ კომპლექსურია და ის ნიშნულოვნად განსხვავდება სხვა რელიგიების მოდელებისგან. ისტორიულად იუდაიზმი არა მხოლოდ სარწმუნოება, არამედ ერის ცხოვრების წესი და სამართლებრივი სისტემაა, რაც მას პოლიტიკასთან ბუნებრივად აახლოებს. ხაზგასმით გამოვყოფ შემდეგ საკითხებს. თეოკრატიული ფესვები და აღთქმის პოლიტიკა. იუდაიზმი და ისრაელის სახელმწიფო. რელიგიური სიონიზმი. თეოკრატიული ფესვები და აღთქმის პოლიტიკა. ძველ დროში ისრაელის სამეფო თეოკრატიული მოდელით იმართებოდა. ბიბლიური გაგებით უზენაესი მმართველი ღმერთია, ხოლო მეფეები და წინასწარმეტყველები მისი ნების აღმსრულებლები იყვნენ. კანონის უზენაესობა, თორა 5 წიგნეული, შეიცავს არა მხოლოდ რელიგიურ წესებს, არამედ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის რელიგიურ ჩარჩოებში იყო მოქცეული. იუდაიზმი და ისრაელის სახელმწიფო. დღეს იუდაიზმისა და პოლიტიკის კავშირი ყველაზე მკაფიოდ ისრაელის სახელმწიფოში ჩანს. იმის მიუხედავად, რომ ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და არა თეოკრატია, რელიგიას იქ უდიდესი პოლიტიკური წონა აქვს. სტატუს კვო არსებობს შეთანხმება რელიგიურ და სეკულარულ ძალებს შორის, რომელიც არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შაბათის დაცვა საჯარო სივრცეში, ქორწინება და განქორწინება, რომელსაც მხოლოდ რელიგიური სასამართლოები განაგებენ. რელიგიური პარტიები. ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში, ყოველთვის არიან რელიგიური პარტიები, რომლებიც ხშირად კოალიციური მთავრობების ხერხემალი ხდებიან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სახელმწიფო ბიუჯეტსა და სოციალურ პოლიტიკაზე. რელიგიური სიონიზმი. ეს არის იდეოლოგია, რომელიც რელიგიურ რწმენასა და ნაციონალიზმს აერთიანებს. მისი მიმდევრებისათვის ისრაელის სახელმწიფოს არსებობა და ებრაული მიწების ფლობა რელიგიური მოვალეობა. ეს ჯგუფი აქტიურ როლს თამაშობს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დასახლებების პოლიტიკაში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე. აღნიშნავ, რომ იუდაიზმში არ არსებობს ქრისტიანული პრინციპი, კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. იუდაისტური ხედვით ღმერთი ყველგანაა, მათ შორის პოლიტიკაშიც.
თუმცა თანამედროვე ისრაელში არსებობს ძლიერი სეკულარული მოძრაობაც, რომელიც ცდილობს რელიგიის გავლენის შემცირებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც მუდმივი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის წყაროა. მოკლედ რომ ვთქვა, იუდაიზმი პოლიტიკასთან იმდენად შეზრდილია, რომ ისრაელში თითქმის შეუძლებელია რელიგიური საკითხის განხილვა პოლიტიკური კონტექსტის გარეშე და პირიქით. სოფლიოში რელიგიების გავრცელება კონტინენტების მიხედვით ჭიდროდ არის დაკავშირებული ისტორიულ, კოლონიურ და მიგრაციულ პროცესებთან. ევროპაში დომინანტი რელიგია ქრისტიანობაა, თავისი მრავალი მიმდინარეობით. აზია მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი კონტინენტია, რადგან ყველა ძირითადი რელიგია სწორედ აქ წარმოიშვა. ისლამი დომინირებს ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ნაწილში. ინდუიზმი კი სამხრეთ აზიის მთავარი რელიგია, ინდოეთსა და ნეპალში. ბუდიზმი გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ტაილანდში, ვიეტნამში, ჩინეთსა და იაპონიაში. აფრიკის კონტინენტი ორ დიდ რელიგიურ ბლოკად არის დაყოფილი: ისლამი და ქრისტიანობა. ასევე გავრცელებულია ანიმისტურ შამანური რელიგიები ადგილობრივ დონეზე. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც წამყვანი რელიგია ქრისტიანობაა. ავსტრალია და ოკეანეთის ქრისტიანულ რწმენასია ძირითადად. მოკლედ რელიგიებზე, მის რაობასა და კონტექსტზე კიდევ ბევრია სასაუბრო. თუ მოგეწონათ ამ ეპიზოდის იდეა და კიდევ გსურთ გაგრძელების ნახვა, გთხოვთ თქვენი აზრი და შეფასება დაწეროთ კომენტარების ველში. მოტივაციისთვის კი მოიწონე ვიდეო და გამოიწერე კოდის არხი. მადლობა და დროებით.